მე მაგალითად გიორგის შესახებ პირველად შესამჩნევად რო შევიტყვე, ეს უკავშირდება მოვლენას, როცა საქართველოს გაეროს ახალგაზრდულ ასამბლეაში, როგორც ელჩი წარმოადგენდა გიორგი ტუმასიანი. და ვიფიქრე, რომ აი რაღაცა ისეთი ნაბიჯი ხო არ არის შემთხვევითობა, რომ აი რაღაცა გვარის დაბოლოების გამო საქართველოს რაღაცა მოინდომა, რომ ამ ხრივ რაღაც დადებითი ქულა ჩაეწერა და გიორგის შემდგომი კარიერას დავარქვათ და საზოგადო აქტივობა არის იმის მტკიცებულება, რომ ეს არის აბსოლუტურად დამსახურებული, საჭირო და სასურველი მოვლენა თანამედროვე ქართველი ერს წარმოადგენდეს მისი საუკეთესო ნაწილი, მიუხედავად მისი ეთნიკური წარმოშობისა იქნება ეს თუ სარწმუნოებისა და სხვა განმასხვავებელი ამ ტიპის ნიშნებისა. ჩვენ რაც ყველას გვაერთიანებს, ეს არის ჩვენი ერთიანი სამშობლო და სახელმწიფო. რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს ჩვენი საერთო ვერი და სახელმწიფო და რა გვაქვს ისეთი, რის გამოც ხვალინდელ დღეს თუნდაც უფრო მეტი ოპტიმიზმით უნდა ხვდებოდეთ. მოგესალმებით გიორგი და რა თქმა უნდა დღეს ჩვენი სახელმწიფო დგას ძალიან სერიოზული გამოწვევების წინაშე. პრაქტიკულად ჩვენმა ისტორიულმა სახელმწიფოებრიობის მტერმა რუსეთმა გადაწყვიტა და ამას წარმატებით ახორციელებს ბოლო წლების განმავლობაში სწორედ ჩვენი სახელმწიფოს გაუქმება როგორც ასეთი. და რეალურად ვხედავთ, რომ ეს დღის წესრიგი მიდის აქტიურად წინ. იმიტომ რომ მხოლოდ იმაში არ უნდა წარმოვიდგინოთ ჩვენ ოკუპაცია, რომ ეს არის სახელმწიფო დროშის ჩანაცვლება ოკუპანტი ქვეყნის დროშით. ეს არის რა თქმა უნდა პირველ რიგში ის განხეთქილება, რომელიც ჩვენ საზოგადოებაში არსებობს და ამაზე დამატებული ის პროპაგანდა, რომელიც პრაქტიკულად შემოღებულია, მაგრამ ყველაზე მთავარი სახელმწიფო ინსტიტუტების ძალიან მნიშვნელოვანი დასუსტება, ერთიანობა არა მხოლოდ ფართო საზოგადოებაში, არამედ მათ შორის ის, რომ ჩვენ დღემდე 35 წლის თავი არის პრაქტიკულად, ხო 35 წელი გავიდა დამოუკიდებლობიდან, ჩვენ ვერ შევძელით ჩვენი საზოგადოების, მათ შორის ეთნიკური უმცირესობების სრულფასოვნად ჩართვა სახელმწიფო მართვის სისტემაში და გაერთიანება ერთ ერად, მაგრამ პრობლემა სხვა რამეშიც არის. დღეს პარტია ქართული ოცნება ცდილობს თავად ქართველი ერის გახლეჩასაც მთლიანად და დაპირისპირების შემოღებას, მტრების და უცხო ქვეყნის აგენტების წარმოჩენას, რის შედეგადაც ერთი მხრივ ჩვენ სუსტებით შიგნით, მაგრამ მეორე მხრივ მე გულწრფელად გეტყვით, რომ ხვალინდელი დღე, რამდენიც არ უნდა საამაყო იყოს, მაშინ როდესაც ჩვენი შეიარაღებული ძალები შეგვიძლია თქვათ ისტორიულ ერთ-ერთ მინიმუმზეა თავისი შესაძლებლობების რეგიონში ყველაზე სუსტი შეიარაღებული ძალები გაგვაჩნია და მათ შორის რომ ვნახოთ ჩვენი ხარჯები ან ტექნიკის შესაძლებლობა იქნება ეს აი ამ უზარმაზარი კრიზისების ფონზე საჰაერო თავდაცვის ელემენტარული სისტემები რომ შვიდად ვიგრძნოთ თავი ეს ყველაფერი როდესაც არ გაქვს და როდესაც ხვალ პარტია აპირებს ზეიმით ამის ყველაფრის აღნიშვნას ხო იბადება კითხვა ვართ რომ ჩვენ საკმარისად დამოუკიდებლები ძლიერი ჯარის გარეშე ძლიერი ერის დამოუკიდებელი და დივერსიფიცირებული ეკონომიკის რუსეთზე დამოუკიდებულების არ მქონე მაშინ როდესაც თან ცხინვალის რეგიონის ანექსიის დოკუმენტი მიიღეს აგერ პუტინმა დღეს ხელი მოაწერა და ამაზე რა ტიპის გზავნილებია ამ ყველაფრის ფონზე დამოუკიდებლობის ხარისხი არის ასევე მნიშვნელოვანი ჩვენ გავიაზროთ და ვფიქრობ რომ ჯერ კიდევ მოსაპოვებელი გვაქვს ნამდვილი დამოუკიდებლობა იმ გაგებით რომ სახელმწიფო დამოუკიდებლობა დგას მის სიძლიერეზე და ამ სიძლიერის გარეშე ის რასაც გვთავაზობს ქართული ოცნება არის რეალურად დამოუკიდებლობის ილუზია სამწუხაროდ. გიორგი გერბზე ზუსტად ეს წარწერა გვაქვს ჩვენ ხო ანუ ეს ერთობაში ვხედავთ თავარ ფორმულას ქართული სახელმწიფოებრიობის სიძლიერის და მისი ისტორიის უწყვეტობის. ქართულ სახელმწიფოებრიობას მათ შორის ამ რეგიონში ეს უარსებია რა თქმა უნდა დამოუკიდებლად დიდი ხნის განმავლობაში, მაგრამ ძალიან მჭიდრო კავშირები ჩვენს მეზობლებთან. ნუ ამ ხრივ ახლა ჩვენი მეზობელი სომხეთთან ურთიერთობის ყველაზე დიდი ტრადიცია და ისტორია გვაქვს და ძალიან გვახარებს ყველაფერი, რაც სომხეთში კარგი ხდება. შენ ამ შემთხვევაში ძალიან მჭიდრო და ახლო კავშირები გაქვს სომხეთის მათ შორის პოლიტიკურ და სამეცნიერო ანალიტიკურ წრეებთან და ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალია რუბიოს ვიზიტის მოსაუდნელი ვიზიტი ხვალ ერევანში. რა სიგნალია ეს არა მარტო სომხეთისთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის და ამ შემთხვევაში როგორც პოლიტიკურად ქართველი როგორ გრძნობ თავს, როდესაც ისიქ ჩადის და ჩვენს დამოუკიდებლობაზე აქ არ ჩამოდის.
მე ვგრძნობ აქ გარკვეულ გზავნილს, იმიტომ რომ როგორც 8 აგვისტოს იყო ხელმოწერილი ვაშინგტონის შეთანხმებები და ეს შემთხვევითი ნამდვილად არ არის, ასევე მისი ვიზიტი 26 მაისს შემთხვევითი არ არის. ამერიკა რეგიონიდან არსად მიდის, დროებითი უბრალოდ გადალაგება არის სომხეთთან და აზერბაიჯანთან არის კონკრეტული შეთანხმება და ის რომ დელეგაციაც თუნდაც ჩვენს ქვეყანაში ჩამოდის, კიდევ ერთი გზავნილია რომ ამერიკელებს ჩვენ პრიორიტეტიდან მოხსნილი არ ვართ, მაგრამ გასაკეთებელი რა თქმა უნდა არის ქართველი ერის. აქ უცხო სახელმწიფოები ვერ გადაწყვეტენ ჩვენ ბედს. სწორედ ამიტომ ხვალ 26 მაისს რა თქმა უნდა ყველანი ერთად რიგითი მოქალაქეების სტატუსით უნდა დავდგეთ ჩვენი ქვეყნის დასაცავად და ამავდროულად ჩვენ თვითონ უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის რომ საქართველოს დაუბრუნდეს თავის კონსტიტუციურ წესრიგს, რასაც ქვია დემოკრატია, სახელმწიფო სტრუქტურების მმართველობა, არაფორმალური მმართველობის სისტემიდან უნდა გამოვიდეთ და დღეს არის მათ შორის გაჟონა დოკუმენტებმა სომხეთში, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რუსული სპეცსამსახურების დოკუმენტები, სადაც პირდაპირ საუბარია რომ სამվել კარაპეტიანი, რუსი ოლიგარქი, მთავარი მეტოქე ფაშინიანის მათი სცენარით უნდა გამختارიყო სომხური ივანიშვილი. ეს ციტატები არის აი ამ დოკუმენტებში და პრაქტიკულად რომ აპირებდნენ იგივე ჭყალებში წარმატების გამეორებას. რა თქმა უნდა, ეს ძალიან ბევრის მთქმელი არის ქართული საზოგადოებისთვის. ვფიქრობ და ვხედავ რომ სომხურ საზოგადოებაში ეს არ გამოვა, მათ შორის ჩვენი აქ შეცდომების გათვალისწინებით, თუმცა ჩვენივე შეცდომები ჩვენ უნდა გამოვასწოროთ და ეს ნიშნავს რომ უნდა დაუბრუნდეთ დემოკრატია. საბოლოო ჯამში კიდევ უნდა გავიაზროთ დამოუკიდებლობა იმითგან ისაზღვრება რომ საქართველოს კომუნისტურ რეჟიმში იმიტომაც არ იყო დამოუკიდებელი, თუმცა ილუზიის შექმნა კი უნდათ რომ ცალკე საბჭოთა კავშირში, მაგრამ ცალკე ერთეული ვარ. რომელსაც თურმე შეეძლო როცა უნდოდა გასულიყო. კი ბატონო, სამოკავშირეო რესპუბლიკა. კი ბატონო, მაგრამ ერთპარტიული მმართველობა იყო იმ რეჟიმში, სიტყვის თავისუფლება და საერთოდ ადამიანის უფლებები გაუქმებული იყო და დღეს რეალურად ხარისხობრივად ჩვენ სწორედ ამაზე ვამბობდით უარს 9 აპრილსაც და საერთოდ მთელი ამ ბრძოლის პერიოდში მანდ დავბრუნდით პრაქტიკულად, როდესაც არც დემოკრატია დარჩა და ერთპარტიული და ერთპიროვნული მმართველობის რეჟიმი გვაქვს და ამას ეს უნდა შევცვალოთ და აქვე ძალიან მნიშვნელოვანია ვფიქრობ რომ განსაკუთრებით, როდესაც ცხინვალის რეგიონის ანექსიის ეს დოკუმენტი აღნიშნე, 26 მაისს არ დაგვაუწყდეს, რომ რუსეთი უკვე არის ქართველების რუსიფიცირებით დაკავებული. ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, გალში, ახალგორში დღესაც ქართველები, რომელიც აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, ეს ხალხი დღესაც მათი რუსიფიცირება ხდება ჩვენივე სახელმწიფოში, ჩვენივე მიწაზე. და ეს არის ძალიან ტრაგიკული მოვლენა და უბრალოდ კიდევ ერთხელ უნდა შეგვახსენოს, რომ რუსეთის იდეა ქართველების რუსიფიცირება არსად არ გამქრალა, უბრალოდ დროებით გადადეს ეს და მათი მიზანი რუსეთის სტრატეგიული კავკასიაში ყოველთვის იყო საქართველოს რუსიფიცირება და ყველაზე მებრძოლი აქ ხალხის და ერის, ასე ვთქვათ, აი ამ ბრძოლის წარუმატებლობის უზრუნველყოფა.